რიგში დავიწყებ იმას, რომ ბრალდებულების აღიარება გამომწყობებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისი არ არის და საქმეში ნამდვილად არსებობდა მტკიცებულებათა ერთობლიობა, როგორც მოწმეთა ჩვენებები, ისე ბრალდებულთან დაკავშირებული პირების ჩვენებები, ამოცნობის ოქმები, გარკვეული ექსპერტიზის დასკვნები, ვიდეო ჩანაწერები და მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებდა ბრალდებულების მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. მოგეხსენებათ, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას გააჩნია სხვადასხვა გარემოებები, აქედან გამომდინარე მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ იქნა მიღებული საპროცესო შეთანხმების გაფორმება და შესაბამისად სასამართლომ სრულად გაიზიარა ამ შემთხვევაში ბრალდების მხარის მტკიცებულებები და ბრალდებულთა აღიარება და განუსაზღვრა მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალური, ანუ 60 წლის თავისუფლების აღკვეთა. ზარალი იყო 11200 ლარი, რომელიც ამ ეტაპამდე არ ყოფილა ანაზღაურებული. აქედან გამომდინარე ეს ნაწილიც მნიშვნელოვანი გარემოება არის, თუმცა ამ შემთხვევაში საპროცესო შეთანხმებაზე გადაწყვეტილება მიღებული იქნა უარი ამ შემთხვევაში და ზიანი გიდასტურებს, რომ ანაზღაურებული არ არის. ამ საქმიდან გამოყოფილია სისხლის სამართლის საქმე, ვინაიდან მხოლოდ ეს ორი ბრალდებული არ ახორციელებდა დანაშაულებრივ ქმედებას, გამოყოფილია სხვა პირების მიმართაც და მასთან დაკავშირებით თანამშრომლობა ბრალდებულების მხრიდან არ ყოფილა. ეს ერთი გარემოება. აქედან გამომდინარე, თუ კი თანამშრომლობაც ჩავთვლით იმას, რომ მათ პირველივე პროცესიდან აღიარეს დანაშაული, აქვე იმასაც გეტყვით, რომ მათივე მეგობრების ჩვენებებია საქმეში მოპოვებული, რომელიც მათ იდენტიფიცირებას ახორციელებს სისხლის სამართლის საქმეზე. შეიძლება ძალიან მარტივად ვთქვათ, რომ აღიარების მიღმა არსებობდა იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გამომწყობებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისი იყო.